კონტაქტის არეში, სტატიკურ კომპონენტებშიც რუმინელებს უჭირდათ რაღაც პირველი ტაიმის მეორე ნაწილში განსაკუთრებით დისციპლინაში, თუმცა მიუხედავად ამისა ვერ მოახერხეთ ქულებში ასახვა რიგი უპირატესობების, ძალიან ბევრი ტექნიკური წვლილი ჰქონდა, ესეც უნდა ვახსენოთ. იმედია, რომ მეორე ტაიმში გამოვასწორებთ და იმ რაგბს შევთავაზებთ მაყურებელს, რომელიც გვინდა. მე ლაზარე ქარჩხაძე და სერგო გაბუნია უძღვებით დღევანდელ რეპორტაჟს თქვენთვის. ხო, გავიდა კონახე, უკვე რუმინელებს ექნება პრობლემა შორს გასვლის, იმიტომ რომ ქარი უკვე მათ საწინააღმდეგოდ უბერავს და ეს უკვე საშუალებას მოგცემს, რომ მეტოქე მეტ წნეხში მოვაქციოთ. და ეგრევე კი ბატონო წნეხი დავადეთ, ვერ გადის შორს რუმინეთის ნაკრები და ნახოთ ახლა კარგი პოზიცია სპანდერაშვილი ცუდად გაიტანა, მაგრამ თამაშობთ მაინც ჯალაღონია. კარგად ურქინა. ჯალაღონია მოსკამ წაიღოს. კარგი პასი, სწრაფი ხელები ტაბუცაძე. შეტეხა მივიდა კი. მარცხნივ აგზელებს საქართველოს. კი, კარგი შეტევა ეს იზოლირებული ახალაძე უნდა გადავყაროთ. გაიწმინდა რაკი მარცხნივ კიდევ ერთი მიძალება მელიქიძე კარგი იყო სიღრმიდან წამოვიდა. თუმცა კარგად დახვდნენ, აქ ტემპი ცოტა დავკარგეთ შეტევაში. ვასკაბურთთან. საღინაძე კარგად წაიღო. არის პრეზენტაცია. სპანდერაშვილი ისიც დომინირებს. ბრავო სპანდერაშვილს აქ რა კარგი შეტევა, რა კარგი სტარტი მეორე ტაიმისა. დევეთი მიძალება. ეს გვინდა ახალაძე, დასვა მეტოქე. გაასტეხებზე. მელიქიძე კიდევ ერთი მიძალება, ბევრს უშაობები პირველ ხაზელები. კი. ვიდა 5 მეტრიანში, მივიდა ვასკაბურთთან. დისხაძე ზურგს უკან გადაცემები. დაბუცაძე. კიდევ ერთხელ. დატოვა ბურთი თამაშია. საღინაძე მოიგო და ლელო ძალიან კარგი შეტევა ბურჯღალოსების შესრულებით პირველივე შეტევა კარგი შეტევა დღეს ესე ვთქვი მოკინალებთ. რაც ვახსენეთ რამდენჯერმე პირველ ტაიმში მწვავე ფაზების მაღალ ტემპში გადამაგვიჭირდა ამ ფიზიკური ორთაბრძოლების მოგების შემდეგ და შესანიშნავად მოახერხეთ ეს. ბრავო აქ ბექა ზაღინაძეს. აქ თული ბურთი დატოვა ტაბუცაძე ძალიან ბოლოს ვინ იყო თუ თაფლაძემ ამოაგდო აი სამ გამეორებთ უნდა ნახოთ ეგ ეპიზოდი კარგი იქნება ალბათ უკან ამოწევენ ამას საჯებით კიდეზე და ლელო კი ბატონო საღინაძემ დავჩაგეთ აი ეს გვინდა რომ მორკინალებმა უნდა წამოვიდეს ინიციატივა ფაზები ბურთის წინწაღებები და უკვე მე მარტივია ყველაფერი მარტივი ხდება ხაზი მოთამაშეებისთვისაც და როგორც არაფერი არ მოწდება, თედო აბჟანდაძე უთხრამს გარდასახვას. ხოთ 10 და 29. ხო, უკვე 11 ქულა, უკვე სოლიდური უპირატესობა და 10 უკვე გარდაზე უნდა ვიფიქროთ. რა ხდება, ხო არ მოწდება თუ რა არის? არა. გაისაუბრება იქ. ადრე ამოვიდნენ? ხო, სავარაუდოდ. ახში გაფრთხილება მიწა სამწუხაროდ ვერ გავიგონეთ. ხო აღარ გვესვის საჯისხმა რატომღაც. გარე კადრი რომ ნახოთ რა ხდება რომ გავიგოთ სამწუხაროდ ვერ ხვდებით რა ხდება. დრო გაჩერებული. არ არის ლელო. თუ რა არის ვერ გავიგე ანუ რა ვიცი ხო რა ესკენ მიდის გარე კადრი გვინდა რომ აი ნახოთ რა მოძრაობები კეთდება მოედანზე და მარტო საჯის ყურება ვერაფერს გვეუბნება სამწუხაროდ სავარაუდოდ აი აქ ტაბუცაძე დატოვა აი თავს და მე ანუ ჩაუთვალა რომ აქ თითქოს მე დააბიჯა თაფლაძე ნახოთ არა, თული სათქმელი. არა, ლელო არის, ვერ შეიყვანეს. რუმინელებმა ჩაითვალა თაფლაძემ ამოაგდო კარგად. კი ბატონო, ლელო არის. 20 წლა არის ანგარიში, უნდა შეიცვალოს ტაბლოზე. და ცვლილება არის რუმინელთა შემადგენლობაში. ამასობაში 19 ნომერით მოედანზე შემოდის შტეფან იანკუ. მეორე ხაზში უნდა დაიკავოს მაგრამ ის ავარაუდოდ მარიუს ანტონესკუს ნაცვლად.
გავხსენით მეორე ტაიმი შესანიშნავი შეტევით და ძალიან ლამაზი ლელოთი. გარში 29. 11 ხულიანი უპირატესობა ლუბჟანიძე ბურთით. ძალიან ველოდები მარკაპიდან რამდენიმე მორაგვის თამაში. ეგრევე რა თქმა უნდა მიაწვა საქართველოს ნაკრები, ნუ ამაში სრული დომინანტები. კი, პირველ ტაიმში. და გაფრთხილებული იყო სხვათა შორის აგამდე და საჯი კი ბატონო ამოიღო როგორც ნა ყვითელი. ეხლა უნდა ავთამაშდეთ ბიჭებო, აუცილებლად უკვე ყველა მომენტი ჩვენ სასარგებლოდ არის, ნახოთ. კი, თაფაძე შეკრული, ლევთ ბურთს. ზია, როგორც ჩანს, კი, გაიწმინდა. ჯარიმა ბოჭვა იყო აქ და არა მოლი ჩაქცეული, შესაბამისად ვერ გაათავისუფლეს დროულად მომინელებმა ბოჭვის არეალი, კიდევ უფრო ახლოს მისვლის შანსი გვაქვს ეხლა მეტოქი ჩათვლის მოედანთან, მით უმეტეს კაცნაკულები არიან. ესეც ვიქცევით. ახლოებით 7 მეტრი მეტოქი ჩათვლის მოედანამდე. ბაბუნაშვილი პირველ ტაიმში ძალიან ეფექტური ბურთის მოპოვება ჰქონდა მეტოქის რაქიდან. კარკაძე მოედანზეა ჯერჯერობით არ შემოდის უკეთზე მოედანზე. ბაბუნაშვილი მაღალ წერტილში მოვიგეთ და შევკარით მოლი, ნახოთ. მივეცით ბიძგი, კარკაძეს ჩახსნილი აქვს. ხა თითქოს უკვე უნდა წავიდეს და არა აქ ჩაგვიშალა, არა ჯარიმიდან ეთამაშოთ ბოლტებს კარკაძეს, უნდა შევინახოთ ბურთი. თუმცა უპირატესობა არ გვაქვს, მიუხედავად ამისა, ვინ არჩუნებთ ბურთს, მიეძალა ახალაძე. დაგვრჩება ჩათვლის მოედნამდე. მელიქიძე. ახევინეს უკან მელიქიძესაც. აქ ჯარიმაში არიან მომინელები, რატოღაც საჯი არ წევს. ერთი მიძალება მარჯვნივ. აქ კარგი გაწმენდა. ჯალაღონია შევიდა ჯალაღონია, ძალიან კარგი იყო, მთელი თამაშია, ყველა წაღებაში უპირატესობას მისცეს ბიჭი და იმსახურებდა ლელო, ძალიან კარგად ითამაშა თონიკე ჯალაღონია, 25-9 ხდება ანგარიში. კი, კარგი მიძალებები, გაუჭირდა ძალიან უერთ, თუმცა რაღაც ეპიზოდში მაინც თავი გაწირეს, შეგვაფერხეს, მაგრამ საბოლოოდ თონიკე ჯალაღონია დღეს ძალიან კარგია, დღევანდელ თამაშში ეს უნდა აღნიშნოთ, ერთ-ერთი კანდიდატი ალბათ საუკეთესოების, კარგაძემ გადააწოლა ჯალაღონიას და ჯალაღონია მარტივად შევიდა, გარდასახვაც მარტივი ექნება თევდორ აბჟანდაცის. 27-9 ხო, უკვე რა თქმა უნდა, აქ უკვე რუმლიანოვსკინა თამაშის ამ სახით ატყიერება და საუბარი უკვე ზედმეტი. კარგი იყო ეს. შეტევად გადავტეხეთ მე მგონი თამაშის სულობას. რა თქმა უნდა, გამარჯვებულს ვედი, გარკვეულია, უბრალოდ აქ არის კარგი თამაში გვინდა დავჭერია. კი, მე ვახსენე წერა რომ მოუთმენლად ველი რამდენიმე მორაგვის მოედანში შემოსვლას განსაკუთრებით მიხეილ შიოშვილის, რომელსაც დებიუტი ჰქონდა პირველში გასულ კვირას 14-ში შესანიშნავი მონაცემების მორაგბე დებიუტი ჰქონდა ასე რომ ნაკრებში დღეს წესდა და რიგი შეიყვანეს თამაში და წავაგეთ პირველი გუნდი ვიტევენ ახლა რუმინელები ტევენ მარცხნივ და თავად მივიდა დანიელ პლაია თმები და წინ თამაში არა ხო ნუ საჯმა უკან დაუვარდათო კი წინ თამაში რა თქმა უნდა იყო წინ თამაში ხო აი მორიდებულად გვიტევენ რაც რა თქმა უნდა გამომდინარეობს იქიდან რომ ძალიან ძლიერი ბოჭვა ხდებათ მეორედან და შემოვიდა ცვლილებები გოგინავა ჭუმბაძეს ხედავთ გიორგი ჯავახია ქლიანი პირველი ხაზი და სუთიძეც გამოვიდა კი და შეიცვალა ჩაჩანიძე შემოვიდა მისაც ჯავახი არ გამიხარდებოდა ეხლა რუმინელებთან მილას რო გავიხედავდი და ესეთი პირველი ხაზი მაჩუკი ჭუმბაძე რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ინგლისში ექსეტერში ნაკრებშიც უკვე წელს რო დაიწყო სტაბილურად თამაში წკინვალით შემოვიდა ყველა ჯერზე მოკეთ ნახავთ ისიც მასაც დიდი იმედი შეყურებთ გოგინავა რომელიც ასევე ღია თამაში ბურთით ხელში ძალიან კარგია
და სუთიძე რომელიც ასაკობრივ გუნდებში და ნაკრებში გამოირჩეოდა არანორმალური ფიზიკური სიძლიერით, ნახოთ როგორ ფორმაშია ორი ნომერი. ასილ ლობჟანიძე ბურთით. ერკინენ მორაგბეები. კიდევ ერთხელ მივაწექით. ვაწექით, კარგად მინდოდა მეთქვა, თუმცა პირველ ჯერზე კვლავ არ. ნახოთ აბა, ნუნელები ნაკლები არიან მოედანზე, ჩვენ მარკაფის შეკინება როგორ მიაწვება. ალბათ ელებს. შეიკინება ჯანზე ბურთით. ხო, ნუ ვერ მოაგვარა საჯმა ეს პრობლემა ვერ გადაჭრა. დომინაცია აშკარა სრული დომინაცია საქართველოს ნაკრების მიწოლაში, მაგრამ ნუ პრობლემა რჩება პირველ ჯერზე, პრობლემა რჩება მოწყობა შეკინების. ერთხელ შეკინება ლობჟანიძემ გამოიტანა ბურთი ხაზზე. გადაკიდა თედო. სიქნინიაშვილი მიყვება, თუმცა თედოს დარტყმ პირდაპირ კიდეზე გადადის. სერიოზული შეცდომა აქვს ჩვენი მხრიდან. დარტყმის წერტილიდან ექნებათ ახლა შეტევის დაწყების შესაძლებლობა რუმინელებს. გაჩერდა საინტერესოა. ხო, ჩვენ პირველ ტაიმში მატჩის დაწყებისას ნახეთ სანდრო თოდუა, შაო მამუკაშვილი, რომელიც გავაცილეთ ეროვნული ნაკრებიდან, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ უფრო დეტალურად. მოლი კარგად დააგორეს რუმინელებმა. თავისი ჩაიქცა ეს მოლი ნამდვილად. და აქ ვინ იყო ეს წინვარე თამაშობდა და თუმცა წინ თამაში იყო კი ბატონო, მაგრამ იპარავდა ვერ დავინახე ვინ იყო. ვარცდები საგნაძე ძალიან კარგად აი თუნდიდან ჩაუვიდა რა სუთიძე კი კარგად და ვოთაუარდა ბუთი ამ ამოგებისას არ და კარგად ითამაშა ძალიან შეეცდებიან ხა შეტევის დაწყებას ჩვენ 22-ში აქვს შერკინება მოიკლებენ ალბათ ხაზიდან ერთმანეთს აი ვხედავთ 12 ნომერს ის ემატება შერკინებას ფონოვაი ტანგიმანა ამასობა შეივსო ხო ტრიბუნა თითქმის მთლიანად. კი, შევსებულია. მატჩის მიმდინარე შევეჩვიეთ ამას რო პირველ წუთებში გვიჭირს გავსება, თუმცა აი მე-10 წუთისთვის ისე ხოლმე ტრიბუნები. მატჩის დაწყების შემდეგ ალინ კონაკე შეაგორა ბურთი. დააჯარიმდნენ ჩვენები, მოგვაწვენ რუმინელები წამოვიდნენ შეტევაში. ამოვიდნენ, თუმცა აი ვასკა მესამე დასრულებს აი ესეთ გოჭვას დღევანდელ მატჩში ძალიან კარგია ლუბჯანიძე. საგინაძე დომინანტია. ცხნივ გადბოჭავთ აქაც რუმინელებს. დაჩი როგორც ასეც სპილება არის. ეს საქმე ნამდვილად ჩვენ ვახსენეთ რომ 31 ჯერ ვართ ერთმანეთს დაპირისპირებულები და რამდენი ესეთი შეხლა შემოხლა გახსოვს ესა და რუმინელებს შორის. შეჩერდება ახლა ცოტა ხნით. თამაში ვახსენოთ ხო სანდრო თოდუა და შალვა მამუკაშვილი გავაცილეთ ეროვნული ნაკრებიდან
ორი ლეგენდარული ბორტღაოსანი თამამად შეიძლება ესე თქვას. ხო ახსენეთ სანდრო თოდუას ლოები გვახსოვს ველოსთან იტალიასთან ეს ორი ძალიან ისეთი ლეუხო აქვს დადებული დასამახსოვრებელი, მაგრამ მე ყოველთვის გამახსენდება არგენტინასთან 2011 წლის სოფლიოს თასზე ფეხით გადაკიდება. ლაშა ხმალად გამცა, ასევე ავსტრალიასაც დაუდო სოფლიოზე ისე ამჯერად ლაშამ გაჭრა და სანოთოდომ და ასლა. ხო, მალაძე თოდუას დუეტი წლების განმავლობაში ჩვენი უკანა ხაზის ბურჯია. კი აქ უპირატესობა ჯარიმით რომ დაიმსუმილებს შეკინებაში ნახოთ ალბათ დააბრუნებს აჯი იმას რა ხდება რამე ყვითელი ხო არ არის მე მგონი არა სამწუხაროდ ხმა აღარ გვესმის აჯის გაიწევა ეს ეპიზოდი შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს ერთი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს. მეორე დღესვე გაიმართება ლისაბონში პორტუგალიასა და ესპანეთს შორის. როგორც შენახსენე პირველ ტაიმში ორივე ნაკრებმა თითქმის ოპტიმალური გუნდები შეკრიბა და დააყენა ნახევარფინალში. თამაშდება საგზური მადრიდის ფინალისტვის, რომელიც 15 მარტს გაიმართება. ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი მატჩი გველის მადრიდში, განსაკუთრებით თუ ესპანელებმა. კი, თუმცა არც პორტუგალიელები იქნებიან ცოტანი ალბათ იმ შემთხვევაში თუ კი მადრიდში ნებისმიერ შემთხვევაში მადრიდში გველდება თუ ესპანელები გავიდნენ ფინალი იოლი არ იქნება. აქ რა ხდება, რატომ მოხდა ჩუბი? რა ხდება რუმინელმა გადაიტანეს აუტში გადაიტანენ უბრალოდ და ეხა ეცდებიან მოლი ერთი თუ რამეში ჰქონდათ რამეში წინამდე გაგვიწიეს და რამე თვითონ რამე ის ჯარიმები სულ გამოიმუშავეს მათ მოლებიდან 5 მეტრიანში ესაა მათი შანსია თქო ხოთ ნახოთ არა ეს იკრეს მოლი კარგი ბიძგი მოგცეს ძალიან კარგად მიიწევენ და ეხო პირველი შეჩერება და დაგვალეულოს რუმინელებმა პირველი ლევო დღეო. მე მგონი რაღაცა გადასამოწებელია აქ საჯი თქვენს ნახოთ ერთი გამეორება ნახოთ. მაღალ წერტილში მოიგეს ხუთი მოლიც კარგად შეკრეს. აქ მოანაცვლეს ღერძი. ხო დამიწება საინტერესო. ხო ანუ აქ არ ჩანს რომ დამიწა მაგრამ ნუ ლეო ჩათვლილია რაიმე უნდა გამოჩნდეს ის გამოც ის უნდა გაუკვდეს. და გამოვიდა მიხეილ შიოშვილი დებიუტანტი რომელსაც წულში ჰქონდა ძალიან კარგი დებიუტი. ხო აქ რამდენად დადო საეჭვო საგან საქმე ჩათვალა. ნუ დამიწია რა ვიცი ხო. ძნელი საქმეა. 27-14 7-14 პირველი ლელო გეონდელ მატჩი მინელების მხრიდან გარდასახვა ზუსტია 27-16 7-16 დაბრუნებული უპირატესობა ხო ნაკრებად კი 19 წლის ქართველი მორაგბის დებიუტი მიხეილ შიოშვილი ძალიან გთხოვ დააკვირდეთ მის ფიზიკურ გაბარიტებს სპეციალურად აღუჩერე 19 წლის არის ის დიდი ავანსები არის დააკო ეგრევე მარტივი ჯარიმა გავეცით და მოსუქვის საშუალება ვეცით რუმინელებს. ბატონო, ეხლა 7-დან გამოვლენ საკუთარი 15-დან თან ისე რომ მათივე იქნება ბურთი, სულ რაღაც 1 წუთში უნდა დაბრუნდეს გასილბინებული მორაგბეც. ვერაფერი ჩვენ ვერ ვიხეირეთ კომპიუტერი ბარათი და პირიქით. აქეთ მივიდეთ ლევო.
წამოვიდა ცვლები რუმინეთის ნაკრებში 21 ნომრით გამოვიდა ჟონდრე პეტერ ვილიამსი. ხო, მათ რაღაც რამდენიმე ნატურალიზებული მორაგბე. ხო, პრობლემები აქვს ახალგაზრდა დონეზე ყველა ვარი და შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერების ნატურალიზებას ცდილობენ. ნუ ამ საქმეში ცოტა გაუთულდათ საქმე, იმიტომ რომ უკვე 3 წლიანი წესი გახდა 5 წლიანი, უკვე 5 წელი უნდა ითამაშოს და იცხოვროს ქვეყანაში მორაგბემ რომ მიიღოს მოქალაქეობა. ბაჩუტი კუმბაძე დაგვივარდა წინ რუთი, კი ბატონო. ბატონო, რუმინელების შერკინება იქნება 9 ნომერი შეუძლიათ ამასობაში. 21 ნომრით არის შემოსული ინდრე ვილიამსი მოუწ. ეგრევე წავიდა რუმინელი, მაგრამ რატომღაც აგიართვეს. ათამაშებს რუმინელის ხელდახელობით ტევენ კახოიძის კარგი ბუჭი. მოვაჩერეთ რუმინელების შეტევა, მოუნახულა შეტევის მიმართულება, მოკინალები ჩაერთო საქმეში. დევერთხელ შეცვალე შეტევის მიმართულება. 10 მეტრიან წოთლთან შევაჩერეთ. ხო, რა თქმა უნდა შეტევაში ვერ მოდიან რუმინელები და იძულებულიან ფეხი დაარტყა. ბატონო, ნახოთ ვილიამსის დარტყმა როგორი იქნება. მიხვება რამდენიმე რუმინელი ადგილზე არის მატკავა, რომელიც შემოვიდა. როგორც ჩანს მეტრეველი შეიცვალა იმ ეპიზოდში, ნინიაშვილი კარგად გას ფეხზე. რამდენიმე მეტოქე დაიხვია. გარშემო ლობჟანიძე მარჯვნივ სუთიძე ეძალა. დავაგდეთ ტემპი, კვლავ ლობჟანიძე. ხაზე გაგვაქვს ბურთი, არის გარეთ რიცხობრივი უპირატესობა, სწრაფად არის თამაში საჭირო ჩავიდა. გაშალა ფეხი კახოიძემ, თუმცა კარგი ბოჭო 10 ნომრის მხრიდან. არა, რასაკეთებს. ხო, სამწუხაროდ. არა, აუცილებლად ცდეთის გემო წამოსულიყო და ატყოთ თაზე გააგზელა სიარული. ხო, არასწორი გადაწყვეტილება, შეუძლია ბურთი დაიკარგა. კარგი ბოჭო გაუკეთეს. აი აქ უკვე აქცენტი უნდა ქონოდა ბურთის შენახვაზე და არა წინსვლაზე და ამით ისარგებლეს რუმინელებმა და გადადენეს ფრთაზე. ეს დაუსრულებელი პაუზები რატომაც არ თავდება და საჯიც ამის წინამდე ვერაფერს ახერხებს. ხო, რო გაჩერდა კიდევ ერთხელ. მიცვლილებებიც არის როგორც ჩანს. ხედავთ ტომას კრეცუ შემოვიდა 18 ნომრით რუმინელთა მხარეს. ჟორჟ კაჟიონი გავიდა, მოიდინა. ჩაითოთ რომ მოწოდა და დაკარგეს. ბურტერეფაში სუთიძეს ჩაუვარდა პირდაპირ ხელებში, აბჟანდაძე გარეთ თაფლაძე დაიქნია თავად მივიდა. დაიქნია გაიწმინდა რაკი მარცხნივ სუთიძე 9 ნომრის ფუნქციებს თავს წევს, კარგი ბოჭვა შესო. შემოსული 18 ნომრისგან. და ჯარიმა შეცდნენ რუმინელები, ვასკა ლობჟანიძემ სწრაფად გაათამაშა. ჯალაღონია თვითონ უტევს. კარგი იყო ეს რუჩვენება, გადავლახით მეტოქის 10 მეტრიანი წყვეტილი, ზურგს უკან კარგი გადაცემა. არა შებუჭეს. ბოჭეს ეს პასი რომ მოგვეს, რომ კარგი იქნებოდა, დაგვივარდა შეტევის ტემპი. ნახოთ. გოგინავა. კიდე უფრო მარცხნივ. სპანდერაშვილი მოიხარა, კარგად წაიღო. სტაბილურად კარგად უტევს სპანდერაშვილი, ვასკამ შეცვალა შეტევის მიმართულება, ჩავიდა ხაზამდე ბურთი თაფლაძე, რომელიც ვარცდები ფრთის პოზიციაზეა გადასული. კარგად გავწმინდეთ რთული ბურთი. ისე მორკინალები გოგინავა. კვლავ კარგი იყო გოგინავა. ვასკა მარცხნივ
შიაშვილის უკან აკეთებს. ნინიაშვილი წავიდა შემოვლენას, თუმცა აქ ნუ ვერაფერს ვერ იზამს სამწუხაროდ. ცუდი წყობა გვაქვს, არეულები ვართ ძალიან და რა თქმა უნდა რუმინელებს აღარ უჭირთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხა როცა ესეთ ქაოსი ვართ უტევ, იქ შანსი არ არის რამე გამოვიდეს. ვინც არ უნდა იყოს, არა ეს ნინიაშვილი იყოს, გინდა ფინანსელი იყოს, უთულესია აქ. როცა არ იცი გაგრძელება არ არის, დაგეგმილი არაფერი არ არის, არ გამოვა. ჩვენ ეს განმეორებით რამდენი ეპიზოდია სერგო აი უშუალოდ მიწაზე წასვლის შემდეგ რომ კარგავთ ბურთს წინ გვივარდება მიონდრე ვილიამს შეაგორეს ბურთშერკინებაში გორი ძლიერი ქარია ვხედავთ ხო ამჯერად მაინც თუ მოიწყობა პირველ ჯერზე შერკინება ნუ არა რა ვერ უკავდება მსაჯი უბრალოდ ამ სიტუაციას ნუ ეხლა ნუ და დრო შეჭამა ნახევარი დრო ამ შეკინების მოწყობაში სწრაფი გადაწყვეტილებები რა ვიცი დიდაჩი პრაქტიკის მიღება არ აწყენებს სხვათაშორის იგი სწავლის რომ სწრაფად უგუშვა გადაწყვიტოს როცა შეკინება არ ეწყობა ამის პრობლემა არსებობს თავისუფალების მიცემა და შეგიძლია მიცე თავისუფალი და სწრაფად განაახლო თამაში გეოგრაფიულად იმსაჯოს ესე ვთქვათ ბატონო ყველა ცდილობს ჩვენთან ამ ჩემპიონატში რა შეიძლება გააჯანჯლოს არ მოგცეს შეკინების საშუალება ნახოთ ამჯერად გამოატანა ათამაშა ყოველ შემთხვევაში მარცხი უგვიტევენ დაწყობილი აქვს ხაზი ხი შეგვიცურებს ნახოთ მეორე ეშელონში ყურადღებით ვართ მათკავა დაიქნია მოძრაობა და გადავიდა ბურთი რაქში ლობჟანიძე მორკინალები მოწყობილები არიან ნუ არ ვიცი ძალიან მარტივ შეცდომას უშვებთ მარცხი ვარის სივრცეები და დაუვარდათ რუმინელებს ძალიან გაგვიმართლა აქ დისციპლინა იქნება გადამწყვეტი ეხლა დარჩენილ 18 წუთში ესეთი შეცდომები თუ დაუშვით ძალიან გაგვიჭირდება ანგარიშის შენარჩუნება ჩვენ 22-თან მარტივი ბურთი დავკარგეთ და გადავრჩით აი ამ ეპიზოდში რუმინელები შერკინება იქნება ახლა ჩვენს 22-ში კი ეს რა თქმა უნდა ეს ჩვენ ესეც სული თამაშია რუმინელებს რომელსაც ფაქტობრივად არაფრის თავი არ ქონათ ჩეტევაში ამათ უკვე იმედს აძლევს ხასიათზე მოდიან უფრო თამამდებიან მეტი აგრესია გვინდა მეტი სიზუსტე გვინდა მოქმედებებში აი ხო დავწვით ეგან მარტივად ახლა როცა ვერ ეწყობა ხო არ შეიძლება ყოველ ჯერზე გადააწყო ხო ან თავისუფალი მიეცი და ათამაში ამ შემთხვევაში დააჯარიმა რუმინელები მარტივი გადაწყვეტილება არ უნდა ეხა ბევრი ფილოსოფია და 10 წუთი ნახევარი დრო დაკარგა ამ შეკინების მოწყობაში საჯმად ეს კი ბატონო გავდივართ ფეხით თან შორს გავდივართ აუტში კი ძალიან კარგად გადავიდა მათკავა იყო თორფებს ხიმალით და არა თედო აბჟანდაც გადავიდით დაურის სიახლოვეს მოაწვდიან ახლა რუმინელები ბურთს 16 ნომერი ბუნტნარიუ მოაწოდეს მოიგეს მარტივად ძალიან სუფთად იგებენ დერექს რუმინელები პრინციპში არ ჩვენ გაგვჭირია ჩვენ დერექანში ბურთის პოვება ვილიამსი მივიდა ხო ფეხით გარდა რა თქმა უნდა სხვა ოფცია რუმინელებს არ აქვთ დააწყეს შორს მათკავა ნინიაშვილი აი არის მომენტი თვითონ შეუტია გაძრა ყავს მიმყოლი ორივე მხარე შიგნით ვასკალობჟანიძე და აღარავინ არის აქ სავარაუდოდ ვინ შეაჩერებს გლობჟანიძემ 100%-იანი ლოს მისაღებად გააკეთა გადაცემა მათკავაზე და 32-16 ხდება ანგარიში აი ნინიაშვილი ხო მთელი ტაიმი არ გვიხსენებია თუმცა მიიღო ბურთი და არაფრიდან შექმნა უცებ ხო არაფრიდან უნდა შეუხდა ესეთ მომენტი და აქ კონჩეტევაზე დავიჭირეთ კი ბატონო მშვენივრად აი აქ ორი მეტოქე წავიდა შემორბენზე დააქნია დროული გადაცემა ლობჟანიძეზე
და ლობჟანიძეს მიყვა უკვე მე მატკავა, უკა მატკავა და სულა შეკება. ნუ აი ვასკა ლობჟანიძის თამაშის აღსანიშნია შეეძლო ალბათ თავი თვითონ წასულიყო და ითამაშა ლეველზე, თუმცა აღარ გარისკა და განსაკუთრებით ახალგაზრდა მონაკვეებისთვის არის კარგი მაგალითი, როგორ არ უნდა ითამაშო საკუთარ თავზე და ითამაშო გუნდზე. ნახოთ ახლა აბჟანდაძის გარდასახვა. ძელი, მეორე ძელი. ამას ხშირად ნახავთ. ხო, დარჩენილია 17-18 წუთი და უნდა ვეცადოთ კიდევ როლები გავიტანოთ, რა თქმა უნდა. გამარჯვებაზე არ არის საუბარი, უბრალოდ გამარჯვება ჩვენთვის არ არის საკმარისი იმედის ნაკრები. 32-16 ანგარიში მატჩი 66 წუთი. აქ რა ხდება? ჰაერში მოგცელეს. ბატონო. ვინ იყო? ნინიაშვილი ჩამოგვიგდეს თუ არ ვწდები. კი. ხო ვახსენოთ ჩვენ დავპირდით ტელემაყურებლებს 6 ერის 2 შესანი ხო წინში 3-ვე მატჩი ბრწყინვალე იყო თუმცა 2 განსაკუთრებით ბატონო ჩვენმა ვიზავისტებმა ხოზლების განმავლობაში შეიძლება ითქვას იტალიელებმა საოცარი თამაში შემოგთავაზეს გუშინ და იმარჯვეს ინგლისის წინააღმდეგ პირველად ისტორიაში 32 მატჩი ქონდათ ინგლისებთან და დაამარცხეს და 3-18 ძალიან ძლიერი და ისეთი კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნა იტალიამ აქ რაღაც ეპიზოდი ეს ეპიზოდი ხო პრინციპში აქ ნინიაშვილი ჩამოაგდეს ნუ მაქსიმუმად 5 ბარათი ნახოთ გამეორება რატოღაც ახტარდა ხო ნუ პირდაპირ მივიდა ბრმად ეხა ესე მისვლა არ შეიძლება აუცილებლად უნდა გათვალო მის სივრცეში შევიდა ისე რომ შეიძლება 5 ბარათის მიცემა როგორ დაეცა ეს არის ხო სანახავი უბრალოდ მიდის ესე უნდა უყუროს ვალდებულია ეს გააკონტროლოს თამაში და ხელები არ აქვს არაფერი ანუ პირდაპირ ცელავს ჰარეში ნინიაშვილს ეს სახიფათოა ძალიან და დაცემასაც შეამოწმენ აუცილებლად აქ ბატონო აი ხო თავით გადაცემულა მაგრამ ნუ კარგი გავი დახეთქება იყო ძალიან ნუ საინტერესო როგორ განმარტავს ტელელი თავარი მსაჯი ხო ამ ეპიზოდს აქ თუ არა მიტიგაცია რომინელებს შეიძლება პირდაპირ მოცელა ეს რა თქმა უნდა ჩემთვის ახლა ეს ყვითელი ბარათია ნახდათ მინიმუმ იმიტომ რომ ბარათზე მე მგონი ასე ბრმად არ შევა მიხვიდე უნდა უყურო რა სად მიდიხარ თვითონაც მაგარი დარტყმა მიიღო ხლიმოხდა ყბაში პირდაპირ თუმცა ისი ბრალი იყო სად იყურებოდა აქ საერთოდ ხო არ იყურებოდა საერთოდ არ უყურებდა სად მიდიო უბრალოდ მიდიოდა ესე ვთქვათ ასე მგონია საერთოდ არ უყურებდა ბურთს სად იყო უბრალოდ გარბოდა თავის გზაზე ამის გამო რა თქმა უნდა მორაგ უნდა დაისაჯოს მეტი უკეთ მართებს თამაში ნებისმიერ მორაგბეს დაუძახა რუმინელების 11 ნომერს ილესატიკეს ფიჯური წარმოშობის მორაგბეს და კი რა თქმა უნდა ბარათი იქნება ყვითელი ბარათი საბოლოოდ არა ყვითელი ბარათი მინიმუმი იყო ნუ ლოგიკური სასჯელები შეიძლება ვიტყოდი აქ ის თავით დაცემული გონია ჩვენ კისრით რაღაც გავსი ძიმე დაცემა ქონოდა ალბათ ყვითელი ბარათიცაც ვერ გადარჩებოდა რა თქმა უნდა ჩვენი დამწყლები უკვე იყენებენ ქარს და კარგი გადასვლა ძალიან მეტოქის ნახევარს სუთიძე
იაშაღაშვილიც გამოსულა მოსობაში. წოდა ბაბუნაშვილმა მოიგო ბურთი, იაშაღაშვილმა ჩახსნა. არასწორი მოწოდება და რა ვიცი აღვიხსნა ხო თითქოს არ მეჩვენა ესე არ აქვს მნიშვნელობა რუილემი რა თქმა უნდა აუტია ერჩიეს მოლი მოგვაწვნენ რუმინელები. ხო, მოლი ნამდვილად კარგად. აი შეტევითი მოლი დამუშავებული, ნამდვილად კარგად. ხო, ვერ ვიტყვი რომ წაგულეკეს რაღაცა და თუ რამეში ესე თქვა თუ გამოვიდათ, ხო. იაშაღაშვილი და ძალიან არ ვერა მოიღო, მაგრამ კარგად შეაწუხა. აქ ცუდი ჩარბენები რუმინელების მხრიდან. დაკარგეს ბურთი, დაკარგეს კი ბატონო. ეს თამაში. ხო, ანუ თქვათ ახლა პირდაპირ რომ შეტევაში რა თქმა უნდა ისინი უშანსოდ არიან. ვერ არ არის საფეები და საერთოდ არ შეუძლიათ ამის გადაკვეთა არც ერთი ზონიდან. ჩვენ კი კიდევ გვაქვს დრო დარჩენილი, ასე რომ უნდა ვიფიქროთ შეტევებზე. მორიგი შერკინება. ლობჟანიც აი ძალიან კარგი შესატევია ხელდახელ უკიდურესი მარჯვენა ან მარცხენა ნაპირზე დანიშნული შერკინება ხოლმე. ხელდახელ რა კომბინაცია გვაქვს დამუშავებული გამოჩნდება კარგად. გაიტანა ვასკა ლობჟანიძემ. ავიდა ბურთი მესამე ზონაში თაფლაძე სიყრმიდან მატკავა. მინიაშვილი. ჩანაფიქრი ნამდვილად კარგი იყო, თუმცა არ გამოუვიდათ შესრულება. ჩვენია ბურთი, როგორცაც ბოლოს რუმინელები შეეხნენ, მაგრამ უცვლად გავათამაშეთ ძალიან. ეგან მეორებით გვიჩვენებენ, შემორბენს წავიდა მატკავა და ოდნავ. ხო, ადრეც გააკეთა ნინიაშვილმა პასი, მოკეთებული ცუდი იყო ყველა მხრიდან შესრულება. ერთი მიხელ ალანი არ შემოსულა, ხო? რატოღაც 71 წუთია და გაუგებარია, რატო არ არის მოედანზე. სუთიძე. ვერ მოვიგეთ. პირველი დერეფანი დავკარგეთ, ხო თუ არ ვწდები, პირველ ხომაზე გამოგვიცნეს კომბინაცია. არ გვესმის სამწუხარო თავარი არბიტრის ხმა. კაცრი გაფრთხილება უნდა მიცეს ახლა. სავარაუდოდ კაპიტნებს ჯალაღონიას გადაუბარებია კაპიტნობა. ძალიან მკაცრად განსაჯა ეს ეპიზოდი ალბეთ რომ ფავარომ ლეონ თავრა არბიტრა ორივე მორაგბე გაუშვა სიმბიში. პირველი და შემოწვიტრიალა ჯარიმა. კი. კი. ჩვენი ნომერი უილიამ ჰარტიგი და თეთრი ნომერი ნიკოლოზ სუთიძე თამაშის დაისვენება. კი ბატონო, ჩვენ გაგვისიმბინდა სუთიძე, რომელიც მომწოდებელი აუჩი, საინტერესოა ლუკა გოგინავას უნდა შეეძლოს წესი და რიგით მოწოდება. დარჩენილი 10 წუთი ორივე გუნდი იქნება კაცნაკული. ნახოთ აბა ვინ მოაწვის? იაშაღაშვილი აწვის თუ არა? ვინ არის? გოგინავა. გოგინავა. ხო, ეგრევე მარტივად რა თქმა უნდა, მარტივი მოწოდა, რა თქმა უნდა, ესე ჯობდა მოლი, რომელიც წინ მიიწევს. გოგინავა კონტროლში, თუმცა გაჩერდა. შკვალანია შემოსულა მოედანზე. კი ბატონო, გავიდა კახოიძეზე. კახოიძე კარგად თამაშობს, თუმცა მიწაზე უნდა წავიდეს ბურთი შეინახოს. და ამოვიდეს. თუმცა შევინარჩუნე. შიოშვილი და აი დალელო. ბრავო, შიოშვილს სამი მეტოქე შეიყოლა იქ ჩათვლის მოედანში, სადებიუტო მატჩი დებს ლელოს
მიხეილ შიოშვილი მიულოცოთ მას მის ოჯახს ალბათ რომელსაც მამამისის მორაგბე იყო ხულიგანაში ხულიგანათი არის ცნობილი თვითონ მიხეილი ლეოს აღზრდილია ასე რომ მოკეთ ახალი 19 წლის წელს 20 ხდება წესით ჩვენ მათ თუ ჯამთრიად იქნება აუცილებლად ვიხილავთ 20 მსოფლიო თასზე თბილისში მოკეთ ხო ლიდერი უნდა იყოს რა ამაში ეს ნუ ავიცი ხა ტოპ 14-იც გამოირჩა ამოწმებენ აქ რამის ამოწმებენ არა ლელოა რა თქმა უნდა კი მარტივად აი ამაში რაშიც გამოირჩევა აი კონტაქტში შეუძლია ბურთის წინ წაღება გარდასახვა როგორც ზუსტია საჯის სასტვენის მაგავიგონეთ გავზარდეთ უპირატესობა 39-ით 16 გავიგონეთ დიქტორის რაც და 19-16 მატჩი 73 წუთი რუმინელები განაახლებენ ახლა თამაშს აქ რა ხდება ის სულ პაუზა რატო არის საჯი რატო არის სულ ამის რაღაც პაუზაში გაუგებარია უსაშველოდ გაიწელა თამაში ამის ლეოს ამოწმებენ Okay, there's no clear evidence of a knock-on. არის რა თქმა უნდა. Tries good, turn back on. გრძელდება თამაში. ჩაიტო დავგვიმუნდა საჯისმა რა თქმა უნდა ეს ტანჯვა იყო. როცა საჯი პაუზას აკეთებდა და არ გვისმოდა რატო რა ხდებოდა. დაკიდა ცენტრში თაფლ არა, მინახდა რუმინელებმა მოიგეს. Tackle! წავაგეთ რესტარტი, ძალიან სულად ვითამაშეთ. კარგი ბოჭვა. მარჯვნივ გვიტევენ რუმინელები გაიტანეს ბურთი ხაზზე. თუმცა არ აქვს მეტობა იქ. არა, ჩავარდით. ვილიამს წაიღო ბურთი მარცხნივ. რომანი გვეძალებოდა. ხო, უტევენ ნელა, მაგრამ ვერაფერს ვქნიდან აქ ფეხით სადეს შეცურება, კარგი შეცურება, თითქოს აიღეს ბურთი და ლელო იქნება. ნახოთ. ბატონო. ვერავინ ვეღარ დაიწყო, კარგი შეტევა ჰქონდა დამიან ბონაპარტე. კი. ბატონი ლელოს ავტორი. საინტერესო გვარი, თუ კარგი შეცურება, ხო, ანუ შეტევაში ვერ მიდიოდნენ, ანუ როცა ამ დროს ხდება, უნდა მოძებნო რაღაც ასე ვთქვათ, ეშმაკური გამოსავალი, გარდასახვა ზუსტია. ბონაპარტემ დაგვალელოვა მე-14 წუთზე, არ ამგონია ახლა იმ ბონაპარტების გამომავალი იყოს, თუმცა They're not ready. There's a doctor inside and the ball boy. საბოლოო ანგარიში არის, ხო, დასაფიქსირებელი პრინციპში დღევანდელ მატჩში სხვა ინტრიგა. აღარც არსებობს უკვე. 39-23 მაინც რესპექტაბელური და ნუ რა დაჩნდნენ ალბათ რუმინელები და ხო მარტივ შეცდომას უშვებთ განახლებისას. Line out. Line out. ხო, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი რუმინელები ყველა ჯერზე იღებენ აუტს. რა თქმა უნდა, ეხლა შეკინებას. აქვს ჩემი. დამოიგეს ბურთი. მოლი კარგად დააგორეს, ეგრევე სწრაფად მოდიან წინ. იგივე მოლია, კონტროლებენ მოიხსნენ ახლა. და დავიდა ბურთი მიწაზე, მარცხნივ წამოვიდნენ. კი ბოჭვა შევასრულეთ. აქ ცოტა ღონი გააკეთეს, იზოლირებიან იაშაღაშვილი სხვათა შორის. იაშვილი ყველა რაგში სხვათა შორის ცდილობს ბურთზე ჩავიდეს. ძალიან ბევრს მუშაობს მიწაზე. სიღრმეში ვაგრძელებ. აქ ცუდი პასები რუმინელების და ჭაზე წამოვიდნენ გაჭრეს.
ვაუ. მეორე ხაზი გადავახეს კიდევ ერთხელ 10 მეტრიანი წვეტილი. იმელმანი მოგვეწავა. ხო, დაბალ ტემპში უტევენ მაინც. მინელები. აი გარეთ აქვს. აი აქ კარგი პასები და არის მომენტი თუცა ფეხი დაუწდათ. Tackle now! ფეხი დაუწდა შევაჩერეთ. მარცხნივ. კიდევ ერთი გადაკიდება, თუმცა ესეც საფრთხე ვერ იქნება ტაბუცაძე. შეგნით დაიტოვა ბურთი ტაბუცაძემ. საფათ უნდა შეუტიოთ, კი ბატონო რა. ძალიან კარგი. მინიაშვილი. აიყვანა. კიდევ უფრო შიგნით და ხო არის ტექნიკური ლელო. საჯარიმო ლელოა აქ როგორ შეიძლება, ანუ რაც ვია. კი ბატონო, აღარავინ იყო დაზღვევაზე. კი ბატონო, მიდის თავარი არბიტრი. ტექნიკური ლელო ჩასათვლელად რა კარგი იყო იქ მატკავა, ხო? ადრე 9 ნომრის პოზიციაზე ირჯებოდა და ხშირად 9 ნომრები როცა ხედავენ ერთ დარჩენილ მორაგბის ფრთაზე, აიყვანენ ხოლმე მას და 2-1-ზე მარტივ გადაცემას აკეთებენ. ზუსტად ესე მოიქცა ეხლა უკან მატკავა, თუ გაგვიმეორებენ იმ ეპიზოდს კარგი იქნება, მოკლეზე წაიღო. კარგად გაატანა მინიაშვილი რა თქმა უნდა. და თავადვე მიყვა, არ გამოეთიშა ეპიზოდს და კიდევ უფრო შიგნით უკვე ალანიაც იყო. 46-23 ანგარიში მოგეხსენება ტექნიკური ლელო უკვე დიდი ხანია გარდასახვის გარეშე. ხო აქ 4 წუთიო, მაგრამ 1 წუთი დაიძახა მსაჯმა, როგორც ჩანს არ ეთქვა ჩვენი დროები ერთმანეთს. აქ არ შვება ჯავახია. არა, აქ არ შეიძლება, უნდა გავაგზავნოთ თამაში, გუნდი არ უნდა გაჩერდეს, არავითარ შემთხვევაში გუნდი არ უნდა გაჩერდეს. შეცდომა მოხდა, უნდა დაივიწყო ითამაშო. კი. ვაუ. დაძაბულობა არა, როგორც ჩანს. ანუ მოხდა დაბრუნდება ეხლა მარტივად წინვარდნის უპირატესობა. I just want to try to let you play. აქ შეცდომა ხდება ყველანაირ წვიმან შემოგდის, მაგრამ რა თქმა უნდა არც მოთამაშის ვინც შეცდომა დაუშვა და არც სხვა მოთამაშე არ უნდა გაჩერდეს, თუნდაც არც უნდა ბავშვური შეცდომა იყოს. ეს არის პრინციპი, მოხდა უკვე ის ვერ შეიცვლება, რაც იყო წარსულია. ეს არის პრინციპი სპორტის თავი არის მარტო რაგბის პრინციპი, არა მარტო ცხოვრების პრინციპიც იყოს, რომ რაც მოხდა ის ვეღარ შეიცვლება. ხო, აქ ორივე გუნდს ამასობაში აკლდა პირველ ხაზელი და შევსება მოუწია, ჯალაღონიამ დატოვა მოედანი და კარკაძე დაბრუნდა, მეორე გუნდშიც ნომერი შეიცვალა რუმინელთა მხარეს, ნიკოლას იმელმანი გავიდა და ტომას კრეცუ შემოვიდა. ხოთში ჟორჟ გაჟიონი შემოვიდა. You must play 14 v14. Time back on. რო ჩაირთო კვლავ 78 წუთი. მატჩის შემდეგ გვექნება კომენტარები, სავარაუდოდ. გუნდის თვალისგან. ხო დაბრუნდნენ აქ, ნუ ერთი კაცი ნაკლები იქნება, რუმინელები გაძევებულია, მათი მორაგბე საჯარიმო ლელოს დროს. Crouch. Guys, it's don't change your head. Don't give me the space. Give him space. Don't change with your head. Guys, on the left of the mark. I stay on this side. Crouch. Bind. იწყო შეკინება ვილიამს ბურთი შეაკორა. გავიდნენ რუმინელები ხაზში. ჭრაზე პასი და ჩაუჭერით იაშაღაშვილი არის მიმყოლა, თუმცა შეგბოჭეს. ეგბოჭეს ვინ არჩუნებს შეტევას მარცხივ წავიღეთ მოკლე ფრთაზე. კარგი იყო ეს გამწვავება, შევედით 22-ში. ბურთიც გამოვიდა, ჟოშვილი გააკეთა პასი, კიდევ ერთი პასი, ჭრაზე კახოიძე და ლელო. კახოიძე ძალიან კარგი შეტევა, მოკლედ მივაყოლეთ გასახდელში ბოლო წუთზე ფაქტიურად კიდევ ერთ ლელო, 8 ლელო დღევანდელ მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 51-23 ხდება ანგარიში, განმეორებით გვიჩვენებენ ახლა ამ ეპიზოდს. ნინი
ძალიან კარგი იყო აი აქ დაქნევა შევიდა Okay, we 22-ში. have time to restart. რესტარტის დრო არის, ასე რომ კიდევ ერთი შეტევა და აქ შიოშვილის კიდევ ერთი ცხიმა თამაში თედვაბჟადაძე მას ჭრაზე შეიყვანა, ესა ჭრაზე, After ესა the kick, you got მნიშვნელოვანი. 20 seconds. ეს თამაში ვისწავლოთ, რომ ინტერვალებში ვითამაშოთ. 53-23, ამასობაში უკვე ხოლმე 30 გახდა. Devi dirmi Rualelo, tu, Guaux. Vincenzo, quanto manca perché il timekeeper non c'è. რვალელო 2-ს წინამდე, ხო? კი. 20 seconds. 20 წამი დარჩენილი 20 seconds. დასრულებამდე, მოკლედ კიდევ ერთი ფინალი გავიფორმეთ რაგბის ევროპის და ჩემპიონატზე. ველოდებით საღამოს, როცა ძალიან კიდევ ერთი შეტევა შეგვიძლია სხვათა შორის, აქ აუცილებლად უნდა ვცადოთ, ვინ არის ეს ფეხზე დგას, ჭაბჭუბაძე ჭაბჭუბაძე უნდა იყოს კიდევ. და ჩაგვით. მე შეგვიტევენ წეს თრუმინელები. კი, აუცილებლად. ხასიათის გამოკეთებას ეცდება. Time is over. ნო, დრო გასულია, გადავა ახლა 10 ნომერი კიდეზე. მოლი შეეცდებიან დანიელ პლაი. ხო, 22-ში შემოვიდნენ, მოლი ასთვისე რაღაცა უმუშავებთ, ესე ვთქვათ, რაღაც დონეზე. და რატომაც არ ეცდებიან აქ რამის გაკეთებას. Sorry. Are both yellow cards returned? Saba. ხო, არა ხვდით, მოლი. Once. ამჯერად გავაჩერეთ რუმინელები, ეგრევე და აქ უკვე დიდი ვარიანტი არ აქვს, უნდა გაიტანონ ბუთი აუცილებლად რუმინელებმა. თამაშობენ ხაში. ჭრაზე შევიდნენ, კარგი შეტევა. It's on the chest. ხო, აქ ცუდი თამაში, თუმცა გაძვენ მაინც. Tackle. No, no. აქ დისციპლინურად ვითამაშეთ, საჯის მოусმინეთ, არ დავჯარიმდით. აქ ცუდი თამაში და ჩვენ ეგრევე ჩაუჯექით. ესით No, you're not ვერა on the მოვიდეთ. ball. კიდევ ერთი მიძალება გვიტევენ. მოკლედ ბოლო შეტევა დაიტოვეს რუმინელებმა. There's a man down. Vince sull'ultimo raggruppamento per me non è chiaro. სერიოზული ხა თამაში ბოლო წუთზე. კი, შერკინებით რუმინელების შერკინებით განახდება თამაში. Time is off. ხო, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ნუ ავიცი, 2 საათი გაგრძელდა, ან ბევრი პაუზა, სულ ტრამვები, პაუზები, შეკინებები ვერ მოაწყო საჯმა. ნუ აგორ შევაფასოთ დღევანდელ მატჩში, ნუ ხარვეზები რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ არის რაც გვინდა. გამორიცხული რა თქმა უნდა ამ თამაშით იტალიასთან რაიმე შანსი გქონდეს, ამიტომ უნდა ვიცოდოთ კიდე გაუმჯობესებას და შეკინება, ხაზი ყველაფერში მოსამატებელი. ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ, ხო? ჩვენ ვთქვით ეს რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებში და ფიზიკურ გამძლეობაში დიდი უპირატესობა გქონდა თავიდანვე და ეს მატჩის მიწურულს ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე ამ გათამაშებაზე. შემდეგ ვახერხებთ აი ამ ძალიან თვალსასეირო ლამაზილებების გატანას, კარგი შეტევების წაღებას. მნიშვნელოვანია რომ მთელი მატჩი დასაწყისიდანვე შევძლოთ ესეთ დონის გუნდებთან მსგავსი რაგბის ხარისხის ჩვენება. ეს არის მნიშვნელოვანი უფრო მაღალი დონის გუნდებთანაც უკეთესად სათამაშოთ. ეს შეიძლება იყოს მზომელი, ხო? პირველ 60 წუთში ამდენად შეგვიძლია რომ რა თქმა უნდა. რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის დონის გუნდებთან დომინანტები ვიყოთ, როგორც ბოლო 20 წუთში. რა თქმა უნდა, ეგ არის საზომი ვიტყოდი დაგეთახმები ლაზარე. ეს თავი საზომია, როცა მეტოქე გასფეხს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მაღალ დონეზე რუმინეთის მეტოქეები არ არიან. ისინი არც თავიდან იდებიან, არც ბოლოში, ამიტომ აქ screen is a bit a mess because he has to check on 3 screen. Just sorry for the time off, but yeah. What's wrong? Where is Saba? Where is the yellow card? ხო, ყვითელი პარტი დაგვუნდეს, ო? They must play 15 to 15. Why not? So 15 against 14. Okay.
Vincenzo andiamo? კარკაძე შემოვიდა რაღაც Nothing clear, time back on. It's კარკაძე strong right. უყურდა შემოვიდა ზედაბრუნდა კარკაძეც მოიგანზია. კარკაძე ვან ნომერზე დგას ხო რაღაც ცოტა გაუგებარია რა ხდება Crouch. Bind. Set. Advantage. Angle. გამოვიდნენ ჭრაზე რუმინელები ახლოს არიან მიზანთან შევაჩერეთ გამოვიყვანეთ ჩათვლის მოედნიდან. No, ball was clearly ripped. We go back. Angle. კი ბატონო დაუბრუნდება ჯარიმის უპირატესობა გადავლენა უკიდეზე და მოლი შეეცდებიან. კი რა თქმა უნდა Tight head. Angle. Where you are? How many? 6. ხო მოლი ერთი მოლით დაგვიდეს მათ უკვე ლელო ნახოთ ტაიმ თამაშის ბოლოს კიდევ ერთი ცელობა იქნებათ You are the receiver? Okay. არ აღვდით მოლი შედგა თუმცა პირველი ბიძგი თითქოს მივეცით Away for now. Away. Say more. მოლია მოლი გივე მოლია. მოიხსნა მოლი და გადავიდა უკვე თამაში რაკში და აი ახლა ნულოვან ზონაში კი ბატონო ოძებნეს სივრცე და დაგვალელოვეს 53-ით 28 ხდება ანგარიში ხო 28 ქულა და ნუ საბოლოოდ 30 ქულა ამ ძოლის გავუშვით ბოლოს რუმინეთისგან არ მახსოვს სიმართლე ხო ბოლო წლებში ყოველ შემთხვევაში არა ხო ნამდვილად He has to kick and then. 3 0-ს დაგვიდეს გავაჩერეთ მაგრამ მე ითამაშეს კარგად სხვათა შორის კარგად შედეგი აიღო უკვე ნულოვან ზონაში იყვნენ კარგი კი კარგად ითამაშეს ძალიან Perfetto. დანიელ პლაი დააფიქსირებს საბოლოო ანგარიშის დღევანდელ თამაში 87 წუთი სათამაშო დრო იყო რამდენი შეჩერება ჰქონდა ზუსტად 2 საათია რეპორტაჟი რაც You got მიმდინარეობს 30 seconds. From now. ბენი გარდასახვა ზუსტია 53-30 გავედით ფინალში და ველოდებით მოკეთ საღამოს დღესაღამოს მეტოქეს ხო ჩვენ სავარაუდოდ გვექნება ინტერვიუებიც დაველოდოთ ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რა ვიცი შემიძლია პროგნოზით გავაკეთო რომ რუმინელები იქნება მაყოფილები ძალიან ხო ჩვენები რა თქმა უნდა ვერ იქნებიან მაყოფილები თამაშობდი როგორ თხილი ინტერვიუ ქონდა ხო მათ თავარ ფინალს დავიჯერართ პრინციპში არ ქონდათ დიდი პრეტენზიები თამაშამდე ხო უნდა გვესმოდეს ანუ ჩვენ ხა ამ კონტექსტში რა თქმა უნდა სხვაობა დიდია რა ველოდავდეთ მაგრამ თვითონ რუმინელები იქნებიან ყოფილი იმიტომ რომ თვითონ მოთამაშეებში ინდივიდუალურად ძალიან დიდი სხვაობაა ქართველ მონაგოებსა და რუმინელ მონაგოებს შორის ამიტომ ისინი იქნებიან კარგად გიკვირდეთ რომ მიუხედავად იმისა რომ 13 ქულა გაუშვეს იქნებიან ყოფილები და სხვათა შორის რუმინეთიც ჩვენი მეტოქია სოფლიოზე და ხო ჩვენ ჯგუფის მეტოქი კი ბატონო 1-2 გესმით ხო? გესმის Hey, ველოდებით კომენტარებს საერთოდ. Okay, what are your thoughts after It's quite not usual, but after a defeat like this, I'm very proud of the boys. There is a massive difference on the paper between them and us. Most of their players are in top 14 and Pro D2. We are not playing at the same level, but the boys did a real game. I spoke about body language before the game. That's why I'm very happy about them. I'm very proud about them. Okay. What's the next steps for your team ahead of the Madrid? Going back to Romania because travel go to be long and just recover. The recovery go to be a big issue for us. And I don't know who we go to face in Spain, but I hope we play at the minimum like today. ხო